საქართველოს პარლამენტის დეპუტატები სერგო რატიანი და კობა სუბელიანი თამარის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დევნილთა პრობლემები მოისმინეს და მათ თვითმმართველობის არჩევნებზე მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. დეპუტატებთან ერთად შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი თავართქილაძეც იმყოფებოდა. როგორც დევნილები განმარტავენ, მათი მთავარი პრობლემა დასახლებაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების არარსებობაა. დევნილები ასევე დასაქმების პრობლემასაც უჩივიან. ადამიანებს ჰქონდათ პერსპექტივა ბათუმში დასაქმების. ბათუმში ჩამოსახლების მიზანი იყო, რომ დასაქმებულიყვნენ და სამწუხაროდ ყველაფერი გაჩერებულია ბათუმში, მარტო სახლი არ ყოფნის ადამიანს. ბიზნესს ხელშეწყობა ჭირდება, ინვესტიციებს მოზიდვა ჭირდება და ის დასაქმების პერსპექტივა თითქმის ნულს არის გატოლებული, რაც იყო ჩადებული და რაც ჩვენ ქონდა გამიზნული. პრობლემაა, რომ უნდა გაგრძელდეს ეს თქვათ სახლების მშენებლობა, სკოლა არის აუცილებელი და მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს, ასევე ბაღი არის გასაკეთებელი, გარკვეულწილად მომარაგება არის გასაკეთებელი.